მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ჩვენ ვაგრძელებთ შაბათის წესების შესწავლას. ბეზრათ ჰაშემ ჩვენი გაკვეთილი იყოს ყველა ისრაელის შვილისთვის, რომ გამჩემა ზეხუთები გაგვიმრავლოს, სიკეთე გავამრავლოთ ამ დედამიწაზე და გამჩემა ყველას თითოეული ადამიანს მიცვები წინ დაგვიხვედროს, ყველანაირი პრობლემისგან და გაჭირვებისგან და სიტუაციიდან, მძიმე სიტუაციიდან გამოგვიყვანოს გამჩემა და გამოგვიყვანოს ყველა ჯანმრთელად, ბედნიერად, ყველა ჯარისკაცები ბეზრათ ჰაშემ გამჩენის წყალობით დააბრუნოს გამჩემა ჯანმრთელები და უნაირები თავის სახლში და რა თქმა უნდა ყველა ისრაელის შვილისთვის გამჩენმა გაიმარჯვოს ჩვენ ამ ომში, რომელიც წერეთ თორაში, ვაშემ ლახიმ ლახიმ ვათემ დახარიშონო გამჩენმა გაიმარჯვოს ისრაელის ერისთვის ამ ომში და ყველა ისრაელის შვილი დაიფაროს ბეზრათ ჰაშემ. ჩვენ გვაქვს შემდეგი თემა, იმის შემდეგ როცა გავიარეთ, რომ უნდა მოემზადოთ პარასკევი დღიდან ჩვენ გვაქვს დილიდან მიცვა გვაქვს ჩვენ შაბათისთვის მოემზადა და ჩვენ დაწურებით გავიარეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი თითოეული გადადგმული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მიცვა, როცა ჩვენ შაბათისთვის ვემზადებით. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ადამიანმა შეცვალოს დილიდანვე დავიწყოთ შაბათისთვის მომზადება ყველანაირი დეტალი, ყველანაირი კუთხიდან ესე ვთქვათ. იგივე საჭმელსაც ეხება და სუფთაებას, გიენას და ასე შემდეგ, რომ ჩვენ შევხვდეთ განსაკუთრებულად მომზადებულად შაბათისთვის და განსაკუთრებით ეს არის ნათქვამი ზამთრის პერიოდში, როდესაც დღე მოკლეა. ჩვენი თემა დღეს იქნება ბეზრათ ჰაშემ, ეს არის ძირითადად ეხება მანდილოსნებს, მაგრამ ეს არის მამაკაცების მიცვაც, დასაწყისში რომ ვთქვათ ეგრევე, ეს არის შაბათის სანთლების ანთების მიცვა. პირველ რიგში ნათქვამია თორაში, რომ მანდილოსნები როცა ასრულებენ შაბათის სანთლების ანთების მიცვას, ძალიან მნიშვნელოვანი მიცვაა. თორაში წერია, რომ სამი განსაკუთრებული მიცვა მისცა გამჩენმა მანდილოსნებს, რა თქმა უნდა, ბევრი მიცვები აქვთ. მამაკაცებს შედარებით უფრო მეტი აქვთ, მაგრამ მანდილოსნებსაც ბევრი მიცვები აქვთ, მაგრამ განსაკუთრებით თორა ხაზს უსმენს ამ სამიდან ერთ-ერთი არის რა შაბათის სანთლების ანთების მიცვა. რა თქმა უნდა, ეს იგულისხმება კარგი დღეზეც, რომ კარგი დღეზეც ანთებენ მანდილოსნების სანთლებს და ნათქვამია რა, როდესაც ხავა პირველ ადამიანის მეუღლემ, ასე თქვათ, შეცდომა დაუშვა და მიაწოდა ის პროდუქტი მეუღლეს, რომელიც არ უნდა ეჭამათ არც ერთს, სანამ ებრაელები გამოვიდოდით ეგვიპტიდან, ისრაელის ერი ასე ვთქვათ, ასწორებდა ან ცოდვას, რომ შეჭამეს ის ხილი, რომელიც ასე ვთქვათ არ უნდა ეჭამათ და ნათქვამია, რომ მანდილოსნები ასრულებდნენ, ანუ ასწორებდნენ, გამოისყიდავდნენ ცოდვას, ხავას ცოდვას, რომ ადამ არიშონის შეცვლად შუქი ჩაქრა, იმით რომ ცოდვა დაუშვეს და შესაბამისად შუქით სანთლების ანთებით ასწორებდნენ ან მიცვას. ნათქვამია, რომ ეს ცოდვა გამოსწორდა, როდესაც ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან, სანამ ოქროს ხბოს არ გავაკეთებდით. შესაბამისად, ეს ცოდვა მე როცა ოქროს ხბო გავაკეთეთ თელმა ისრაელის ერმა ისევ ხელახლა დაიწყო ეს და ნათქვამია, რომ ყველა მანდილოსანი, როდესაც შაბათის სანთლებს და კაი დღის სანთლებს ანთებენ, ოჯახში თავის ოჯახს უკეთებს, ასე ვთქვათ, ტიკუნს იმ ცოდვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ წინა, ასე ვთქვათ, გილგულიდან მოყოლებული ნაშამები და იმ ცოდვას, რომელიც ოქროს ხბოდან არის დაწყებული, მაგას ვასრულებთ და ერთ-ერთი დანიშნულება არის მანდილოსანის ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, ოჯახზე წერია, რომ ოჯახში სანთლები ინთება, ამით ყოველთვის უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, თიკუნს აკეთებს ოჯახი, განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, მანდილოსანის მიცვით, როდესაც ოჯახში სანთელი ინთება. ამიტომ არის ნათქვამი თორაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მიცვებთან ერთად ხაზს უსმენს თორა, ერთ-ერთი არის შაბათის ასე ვთქვათ, შაბათის სანთლების ანთების მიცვა, რა თქმა უნდა, მეორე არის ხალა, მესამე არის ოჯახური სიწმინდე და არათა მიშპახა და ამიტომ არის ნათქვამი თორაში, რომ ძალიან თორაში არის ორჯერ გამოეორებული შულხან-არხში, რომ ძალიან ყურადღებით და დაკვირვებით უნდა შეასრულოს მანდილოსანმა ეს დანიშნულებული მიცვა.
ნუ რა თქმა უნდა, თუ რამე მიზეზებს თორსა შემდეგში გავილით ამ მოდელიმე მიზეზს, თუ მანდილოსანი ვერ ანთებს სანთელს, რა თქმა უნდა, ეს ყველა მიცვები გადადის მამაკაცზე. რადგან წერეთოში რომ ოჯახში უნდა აინთოს სახე სანთელი. შესაბამისად, თუ მანდილოსანი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ასრულებს ამ მიცვას, ასრულებს მამაკაცი. პირველში თორაში წერია რა, რომ მიცვა სანთლების ანთების არის ერთი სანთელი. არა ორი, არამედ ერთი. რადგანაც თუ ჩვენ მივაქცეთ ყურადღებას კურთხევას როცა ვამბობთ, ლადლიგ ნერ შელ შაბათ. ნერ არის მხოლობოჩი. რომ მიცვა გვაქვს ჩვენ მანდილოსანს აქვს მიცვა ერთი სანთელი ამანთოს მხოლოდ ერთი შაბათის სახელზე. არის რამოდენიმე მიზეზი თუ რატო ვანთებთ ჩვენ ორ სანთელს. ერთ-ერთი არის რა, რომ ასე ვთქვათ, არ არის სილამაზე. რადგან ნებისმიერი რამე რაც ჩვენ წინ გაკუთვნილ გავიარეთ, რომ შაბათის დღე უნდა იყოს სილამაზით სავსე. მაგიდაზე გაწყობილი ძვირფასი ჭურჭელი, ძვირფასი, ასე ვთქვათ, საჭმელი, ძვირფასი ტანსაცმელი, ყველაფერი ძვირფასი და სანთელიც უნდა იყოს სილამაზე. მით უმეტესად, როდესაც ადრე შულხან-არხი დაიწერა ბევრად ასობით წლის წინ და ასე ვთქვათ, სანთელი იყო ძალიან ფუნდამენტალური ანათებდა და უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ვიდრე დღევანდელ დღეს. შესაბამისად, რა უნდა ყოფილიყო სილამაზე. ამიტომ თორაში დაწერა რა, ერთი არა, არამედ ორი უკვე რაღაც უფრო მეტ სილამაზეს მატებს. არის კიდე რაბებს მოყავთ ახსნა, რატო ორი, რადგანაც ორი დაფა მივიღეთ ჩვენ, ორჯერ მივიღეთ და ასე ვთქვათ, ორი დაფა და წერია შამორ ვეზახორ. პირველზე წერია შამორ, პირველი დაფები როცა ჩამოიტანა მოშერებინო და მერე დაამსხვრია და მეორე ჩამოიტანა სინას მთიდან ნათქვამია ზახორ, გაიხსენა შაბათი დღე. ამიტომ ორი ცვლილებაა შაბათ დღესთან დაკავშირებით და რაბემა ვთქვათ, დაგვიწესეს მიცვა შამორ ვეზახორ. ორი სანთელი უნდა აინთოს შაბათისთვის. და რა თქმა უნდა, კარგი დღისთვისაც, იომტოვისთვის. არის კიდე შემდეგი ახსნა, რომ ერთი სანთელი არის წუხარებასთან, ასე ვთქვათ, ასოცირდება წუხარებასთან. ვთქვათ, ადამიანის წლის თავია და ადამიანმა სანთელი აუნთო. იგივენაირად შეიძლება ამჟღავნებდეს ოჯახი, რომ ერთი სანთელი აუნთეს, შესაბამისად თითქოს და ოჯახში წინაპრების ვიღაცის წლის თავია. ამიტომ შეიძლება მე იმას აუნთეს სანთელი და არა შაბათ დღეს. ამიტომ აუნთებთ ჩვენ ორს, რომ არ იყოს რაღაცა არ ასოცირდებოდეს წუხარებასთან და იყოს ეს რომ კაფიოთ ეს არის შაბათის სანთლები და არა წლისთავის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ თქვათ რომელიმე შაბათს დაემთხვა თქვათ წლისთავი, ჩვენ ვანთებთ წლისთავის სანთლებსაც, რა თქმა უნდა, წლისთავის სანთელს ავანთებთ ჩვენ შაბათის სანთლებამდე, რა თქმა უნდა, და უნდა იყოს ცოტა მოშორებული შაბათის სანთლებიდან, რომ არ იყოს თითქოს და შევარდდეს რაოდენობას, ეს არის მიცვის სანთელი, ეს არის ასე ვთქვათ წინაპრის სანთელი, ვთქვათ მშობლის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თავის ადგილიც ჰქონდეს, არ უნდა იყოს ძალიან მოშორებული სანთლებიდან, შესაბამისად უნდა იყოს ცოტათი მოშორებული, რომ ჩანდეს, რომ ეს არის მიცვა და ეს არის სხვა დანაშაულებით ანთებული სანთელი. რაც შეეხება სანთლების ხარისხს, უნდა ადამიანმა შეეცადოს მაქსიმალურად ლამაზი და კარგი სანთელი შეიძინოს. არა ისეთი, რომ ან დიდ კვამლს გამოყოფდეს და ბინძურებდეს გარშემო ყველაფერს, ან სუნი რო ქონდეს ცუდი და ადამიანს არ სიამოვნოს და იფიქროს, ვთქვათ, ეს სანთელი როდის ჩაქრება და შემდეგ რომ დავწყნარი და დავისვენო. არამედ, როგორც ჩვენ თქვით, შაბათის სანთლები უნდა იყოს სილამაზისთვის და უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სიამოვნებისთვის. რადგანაც ადრე, როგორც დღევანდელ დღეს, ვიცით, რომ ჩვენ შუქი სანთლებით არ ვინათებთ ჩვენს სახლს. და ასე ვთქვათ, ვინათებთ უბრალოდ შუქის სარგებლობთ და ჩვენ არა სანთლებით. ამიტომ რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მით უმეტეს უნდა იყოს სილამაზე უნდა გქონდეს, რომ ჩანდეს, რომ ეს არ არის რაღაცა, ასე ვთქვათ, მეორეს ხარისხოვანი ან უბრალოდ რაღაც გაკეთებული, არამედ უნდა იყოს ეს მიცვის, ასე ვთქვათ, ფასი უნდა გქონდეს, მიცვის სილამაზე უნდა გქონდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება სანთლების დროს, ჩვენ უნდა ავანთოთ სანთლები
ვიცით რომ როგორც ვიცით ჩვენ ანთებთ სანთლებს ან მანდილოსანი ანთებს სანთლებს შედარებით უფრო ადრე ვიდრე შაბათი შემოდის გარკვეული მინჰაგების მიხედვით საზღვარგარეთ თუ სწორ მახსოვს 20 წუთით ადრე ანთებენ ვიდრე შაბათი შემოდის როგორც კალენდარში წერია რა თქმა უნდა როგორც ვიცით ჩვენ კალენდარს მაქსიმალურად შეეცადოს მანდილოსანმა კალენდარიდან დრო არ გადააცილოს ყველაფერი შაბათს ეხება მოამზადოს შაბათის სანთლების ანთებამდე და შემდეგ განათავსა მანდილოსანმა შაბათის სანთლები და მიიღოს შაბათი დღე ამით უნდა დასრულდეს მისი საქმიანობა და მიიღოს შაბათი დღე შესაბამისად როცა ანთებს მანდილოსანის სანთელს უნდა გავითვალისწინოთ რაოდენობა თუ რამდენი დრო დასჭირდება ანთობიდან სანამ მამაკაცი თქვათ ლოცვიდან დაბრუნდება ან თუ სახში ლოცულობს და არ აქვს საშუალება ლოცვაზე წავიდეს და შესაბამისად რა რომ მოესწროს კიდუში და პურის კურთხევა სანთლის შუქზე ეგრეთ წერია შულხან არუხში რომ სანთლის შუქზე უნდა იკურთხოს კიდუში და მოცი გაკეთდეს შესაბამისად ვიცით ახლა დაახლოებით იცი ამადელოსმა თქვათ სანთლების ანთებიდან 1 საათი გვჭირდება სანამ მოცის გავაკეთეთ პურზე ვაკურთხოთ ან საათი ნახევარი და ასე შემდეგ გათვალოს რომ არ ჩაქრეს სანამ კიდუშს გავაკეთებთ და ამოც ვაკურთხებთ სახლში უნდა იყოს ეს შაბათის სანთლების თანდასწრებით ესე ვთქვათ რაც შეეხება სანთლების ანთების თვითონ რაოდენობა როგორც ჩვენ თქვით ეს არის 2 სანთელი მაგრამ არის ასე ვთქვათ მინჰაგები რამოდენიმე მინჰაგია მიღებული განსაკუთრებით ისრაელში არის ძალიან მიღებული ეს მინჰაგები რომ გარდა შაბათის 2 სანთელისა არის ერთი მინჰაგი რომ მანდილოსანი უმატებს კიდევ დამატებით 2 სანთელს ეს არის მეუღლეზე თავისთვის და მისი მეუღლისთვის თუ მამაკაცი ანთებს პირიქით ანთებს ხო თქმა უნდა იგულისხმება თავი მამაკაცი და მისი მეუღლე და არის კიდე მესამე მინჰაგი მეორე მინჰაგი რომ ვანთებთ ჩვენ ასე ვთქვათ შვილების რაოდენობის მიხედვითაც თქვათ ადამიანს ყავს 2 შვილი ანთებს 2 სანთელს შაბათისთვის 2 სანთელს ანთებს თავისთვის მანდილოსანი ანთებს და მისი მეუღლისთვის უკვე 4 და შემდეგ კიდე 2 სალს დაუმატებს რომელიც ასე ვთქვათ შვილებისთვის ესეც მინჰაგი არის რომ ანთებენ 6 სანთელს ანუ რამდენი შვილიც არის ყავთ სახლში მაგის მიხედვით ანთებენ შესაბამისად ადამიანმა უნდა აირჩიოს ერთი მინჰაგი ბეზალთა შემდეგ მიყვეს ამ მინჰაგს და თუ რამე მოხდება და მაგ მინჰაგს ვერ შეასრულებს ან უცბად სანთლები გაუთავდება და ასე შემდეგ ეს არანაირი პრობლემა არ არის ეს არის მინჰაგი უბრალოდ და ერთხელ იტყვის როგორც შულხან წერს ბილინდერ წელიწადში ერთხელ უნდა თქვას ბილინდერ მე ჩემ მინჰაგს შევასრულებ ყოველ სამათებ ამდენ სანთელს ამდენ სახლში ვართ მაგრამ თუ რამე შემთხვევა პრობლემა არანაირი იქნება ну რა თქმა უნდა 2 სანთელი შაბათისთვის მაინც უნდა ყოველ შემთხვევაში ანთეს ხო რა თქმა უნდა არის შემდეგი ალახა რომელიც მოყვანილია იმ სიტუაციასთან დაკავშირებით თუ რაიმე მიზეზის გამო მანდილოსანმა ერთი შაბათი მაინც გამოტოვა და შაბათის სანთლები არ უნთია ბათმიცვიდან დაწყებული. როდესაც მანდილოსანი ბავშვობაში გახდა 12 წლის და უკვე მიეცა როგორც მიცვა. რა თქმა უნდა, აქამდე სანთებენ ხო, ბავშვებს ჩვენ ვაჩვევთ, მინჰაგია, ხინუხია, რომ მიეჩვენ გოგოებმა, რომ ბავშვებმა ან სანთელი და როცა ბათმიცვა გახდებიან უკვე ასე ვთქვათ, კონდეთ საშუალება. ან თუნ რა თქმა უნდა, იმ ოჯახში არის მიღებული რომ შვილი ანთებს, არის ოჯახი რომლებშიც ანთებენ მარტო მეუღლე, ანუ დედა ანთებს და მთელი ოჯახი გამოყვას ვალდებულობიდან. არის მინჰაგი, რომ ანთებენ ყველა მანდილოსანი, ვინც სახლში მყოფებიან. ხო? ეს თავი ასე ვთქვათ, ადამიანმა ამოირჩიოს მინჰაგი და მაგ მინჰაგს ეყვეს მთელი ცხოვრების მანძილზე ან ისე, ან ესე. თუ მანდილოსანი ანთებდა ბავშვობიდან, ბათმიცვიდან, ან 12 წლის შემდეგ და ანთებდა სანთლებს შაბათისთვის და კაი დღისთვის, კაი დღეები აქ არ შედის, მარტო შაბათი იგულისხმება. რაიმე მიზეზის გამო თუ ერთი შაბათი გამოტოვა. რა უნდა გააკეთოს, უკვე უნდა ანაზღაუროს, წერს შულხან არუხი, რომ კარგია აწი შემდეგი შაბათიდან ერთი სანთელი ყოველთვის დაუმატოს. სიცოცხლის ბოლომდე.
რამდენ შაბათსაც გამოტოვებს, იმდენ სანთელს დაუმატებს. Ну, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი ახლა არის ეგეთი შეკითხვაც, თუ ადამიანი დაბრუნდა თაშუბაზე, ну, საუკე იყო თქვათ, გოგო იყო 20 წლისა. მაგალითად, ხო? რა უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, ხარ დაითვლის ყველა შაბათს, რადგანაც ეს მიზეზი სხვა იყო, რომ ასე ვთქვათ, გარკვეული მიზეზების გამო არასრულებდა მიცვებს ამ პერიოდამდე და ახლა დაბრუნდა თაშუბაზე გამჩენის წყალობით და ახლა დაიწყო შაბათის სანთლების ანთება, ერთ სანთელს დაუმატეს მარტო, ანუ 2 შაბათისთვის და 1 ანაზღაურებისთვის ის ანაზღაუროს მთელი ცხოვრების მანძილზე რაც გამოტოვა. რატო? რადგანაც ჩვენ დასაწყისში ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიცვა არის მანდილოსნებისთვის შაბათის სანთლების ანთება, რადგანაც ერთ-ერთი ახსნასანი მოყვანილი ცოტა ხნის წინ ჩვენ წავიკითხეთ ფარაშათ ბეჰალოთხა და იქ არის მოყვანილი რომ არონა ქოენს გამჩიმას შეპირდა მაშიახის მობრძანებამდეო შენ მიცვას სანთლების ანთებას რომელსაც ანთებდა მენორას ტაძარში მთელი ცხოვრების მანძილზე მაშიახის მობრძანებამდე ისაეს ერი მაგას შეასრულებსო და ნათქვამია რომ არონა ქოენი ძახდა გამჩიდან მივიდა ცოტა ტაძარი დაინგრა და უთხრა გამჩინს რომ გამჩინო შენ ხო შემპირდიო რომ შენ დამპირდიო რომ ისრაელის ერი ყოველთვის შეასრულებდა მაგ მიცვას და ტაძარი დაინგრავდა როგორ შეასრულებენო და გამჩიმა უპასუხა არონა ქოენს რომ ორი ახსნა როგორ უპასუხა ერთი რომ მამაკაცები გააგრძელებენო ხანუქის სანთლების ანთებას მაშიახის მობრძანებამდეო და მაგით გაგრძელდება შენი მიცვა სანამ ტაძარი არ აშენდებაო და მეორე ახსნით უთხარ რომ ყოველ შაბათ დღეს მანდილოსანის მიცვაში ჩავაქსოვეო ეგ ძალა და ეგ შუქი რასაც ქვია ტაძარში ანთებული მენორა და ყოველთვის როცა მანდილოსნები ანთებენო მაშიახის მობრძანებამდე გაგრძელდება ეს მიცვაო სანამ ტაძარი არ აშენდება ეს მიცვა ჩაქსოვილი იქნება მანდილოსნების სანთლების ანთებაშიო შესაბამისად წერეთ თორეში რომ ერთ-ერთი უძვირფასესი მიცვა აქვთ მანდილოსნებს რომ ავანთოთ შაბათის სანთლები შესაბამისად მაგით ვანათქვამი რომ თუ ადამიანმა გააცდინა კარგია რომ ერთი სანთელი ყოველთვის ანთოს რომ ის რაც გაცდენილი გვაქვს რომ ავანაზღაუროთ ის რაც შუქი რაც მიცვა რაც გავაცდინეთ რაც უნდა შეესრულებინა ასე ვთქვათ ჩვენ მანდილოსნებს და რაღაც მიზეზების გამო ვერ შეასრულეს კარგია რომ შეასრულო შესაბამისად ანთებს ერთ სანთელს თუ გააცდინა ადამიანმა სხვა მიზეზების გამო გააცდინა იმას ნიშნავს რომ ქონდა საშუალება და არა ანთო მაგრამ როგორც ახლა ჩვენ მოვიყვანთ ალახას წეს თუ მანდილოსანს გარკვეული მიზეზების გამო უბრალოდ არ შეუძლია იცის არ დაავიწყდა იცის რომ უნდა ანთოს შაბათის სანთლები და რაღაცა ასე ვთქვათ მიზეზი აქვს ისეთი რომელსაც ვერ ანთებს ერთ-ერთი მაგალითი უკვე შუა ხანაში მოყავს მანდილოსანი წაიყვანეს სამშობიაროში და სამშობიაროში არ უშვებენ ცეცხლის ანთებას ну ისრაელში მიღებულია უშვებენ შაბათის ანთლებს ეს ყველასთვის გასაგებია და ასე შემდეგ თქვათ ისრაელის გარეთ არის ადამიანი ან ისრაელში საუგრძელეს სხვადასხვა მიზეზების გამო იცის რომ შეასრულოს და არ აძლევენ მაგის საშუალებას შესაბამისად რას აკეთებს მანდილოსანი რა თქმა უნდა ეს არ ეთულება რომ გააცდინა მიცვა გაცდინა იმას ნიშნავს რომ მე დამავიწყდა და ან მანდილოსანს დაავიწყდა და არ შეასრულა და ამ შემთხვევაში როგორ იქცევა ოჯახი მამაკაცი ანთებს მამაკაცი ასრულებს მანდილოსანის მიცვას რომ წერეთ თორეში რომ ოჯახში უნდა ენთოს შაბათის სანთლები თუ რაღაცის გამო რაღაც მიზეზების გამო ოჯახში ვერ აინთო მანდილოსანმა მამაკაცი ჩაანაცვლებს და შეასრულებს ამ მიცვას შესაბამისად იგივე ალახა იქნება თუ თქვა მანდილოსანი ასე ვთქვათ შეუძლოთ არის ვერ დგება ვერ ასრულებს და ასე შემდეგ ხო არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს მიდის და მამაკაცი ანთებს და ასრულებს შაბათის სანთლების მიცვას. რაც შეეხება ადგილს, სად უნდა ავანთოთ შაბათის სანთლები. ნათქვამია შულხანაურში რომ შაბათის სანთლები უნდა აინთოს იქ სადაც ოჯახი მიირთმევს სეუდას. არა სხვა ოთახში, არა სხვაგან ვთქვათ თაროზე თანხას, არამედ სადაც ოჯახი ზის და მიირთმევს შაბათის სეუდას. რადგანაც ჩვენ თქვით დასაწყისში რომ შაბათის სანთლების მიცვა არის სიამოვნებისთვის. სიამოვნება უნდა მივიღოთ სეუდის დროს, გვერდზე სადმე იმ ოთახში არ აღნიშნება არ არის აუცილებელი
მინდა მაგიდას გვერდზე იყოს, იმ ოთახში რომ ჩვენ მიცვა გვაქვს კიდუშის დროსაც შევხედოთ შაბათის სანთლებს და მასზე გავაკეთოთ კიდუში, ანუ დაგვიმშვინოს ასე ვთქვათ ჩვენი ლამაზი მაგიდა შაბათის მიცვის. რაც შეეხება თუ ადამიანი მიდის სხვა ადგილას და უნდა რომ შაბათის სანთლები აანთოს. თუ რა თქმა უნდა იმ ოჯახში არის საშუალება რომ თვითონაც აანთოს, კარგია, ეს არის იდეალური ვარიანტი, რომ ის ოჯახიც ანთებს და გასულად გვერდზე ან მოშორებით ცოტა ანას. შემდეგ ისიც აანთებს, ან თუ ნებას დართავს, გვერდზე აუნთებს, ასე ვთქვათ, შაბათის სანთლებსაც. ხო, ამ შემთხვევაში არ არის ის მინჰაგი შესრულდეს, როგორც ჩვენ თქვით რომ ბლინედერ მინჰაგს ვამბობთ, ბლინედერ მანდილოსანი მეამბობენ რომ შეუძლია თუ სხვაგან მიდის და არ არის საშუალება თქვათ რამოდენიმე 5 და ასე შემდეგ სანთელი აანთოს, როგორც ოჯახის წევრების მიხედვით, შეუძლია მარტო 2 სანთელი აანთოს და საკმარისი იქნება. ამიტომ კარგია თავისი სანთლები აანთოს, ან თუ მაგალითად არიან ეგეთი ასე ვთქვათ მინჰაგს მიყვებიან, რომ ყველა ოჯახში მარტო მაგ ოჯახის მანდილოსანის სანთლები ნეთოს და არის ადამიანი რომ არ გვაძლევს საშუალებას ჩვენ დამატებითი სანთლები ავანთოთ. ამიტომ მაგ შემთხვევაში რას ვაკეთებთ, რომ ჩვენც მიცვა არ გავაცდინოთ. ერთი შეგვიძლია ჩვენ თხოვოთ სანთლების დროს და გვაფიქროს ჩვენც მიცვი და გამოგვიყვანოს რომ ჩვენც შეგვეთვალოს რომ შაბათის სანთლები ავანთეთ. ან კიდევ ეს ეგეთი მინჰაგიც რომ რაღაცა რაოდენობა სანთლებს შევიძინოთ. თქვათ მაგალითად ავიღოთ რომ რაღაცა 1 შეკელი ღირს, 2 შეკელი ღირს სანთელი, მივეც 9 შეკელი და მეც მონაწილე ვარ, ეს ჩემი სანთელიც არის და იმის სანთელიც არის გავიყავით ხო, 9. ამიტომ ასე ვთქვათ, ჩვენს მონაწილეები გავხდები და ჩვენ შეგვეძლება რომ მიცვა შევასრულოთ როგორც საჭიროა. ეს იყო რაც შეეხება შაბათის სანთლების ალახებს, გამჩნევა დაგვემადლიანოს, ყველა შაბათის ალახები, ყველა მიცვები გამჩნევა შეგვასრულებინოს პირნათლად, ყველანაირი მინჰაგებით, გამჩნევა გაგვილამაზოს შაბათი დღე, მოგცეს ბერახა და აცელახა და გამჩნევა ყველა ისეთი შვილი გაგვაძლიეროს და ბეზათ შენ გავაგრძელებთ შემდეგ გაკვეთილებსაც.